მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ასეთი გაშლა. არის თუ არა ის მზად, რომ შენ გაგიშვას. მე ვაპირებ, რა თქმა უნდა, გოგოებისთვის, უფრო გოგოები აქ უმრავლესობა არიან და ამიტომ თქვენთვის მინდა გავაკეთო პირველ რიგში ეს გაშლა, რომ ვნახოთ ახლა რამდენად ახლა თქვენი პარტნიორს თქვათ, უნდა თქვენი გაშვება, მაგრამ ვკითხოთ ახლა ნახოთ რამდენად გაგვიწელდება გაშლა, შეიძლება გოგოსაც აი მზად არის თუ არა რომ გავუშვას თავისი პარტნიორის, ხო? რომ ბიჭებიც რო უყურებენ, მოდით ის მაგათი აზრების გავითვალისწინოთ, ხო? ნახოთ, ეხლა აი ასე გავაკეთებ ახლა მე. რას გრძნობს ახლა ის შენს მიმართ? რა აჩერებს მაგას შენს გვერდით? აი ასე გავაკეთოთ ჯერ ბიჭის პოზიცია. უნდა თუ არა მაგას სინამდვილეში შენი გაშვება. ეხლა ესეც გითხოთ. და რა უშლის ხელს მაგას დავუშვათ, რომ ეს გააკეთოს და სინამდვილეში გაგიშვებს თუ არა ის უახლოს მომავალში. აი ასე გავაკეთოთ და პრინციპში მოდით გოგოზეც გავაკეთებ რა, მაინც იყოს. ბიჭებს არ ვაწყინინებთ, ხო? იცოდნენ მაგათაც ხო ყავთ თავის საყვარელი ქალები. ანუ რას გრძნობს შენს მიმართ, რა აჩერებს მაგას შენს გვერდით, უნდა თუ არა შენი გაშვება გოგოს, სინამდვილეში რა უშლის ხელს და გაგიშვებს თუ არა ეს საერთო თავისი გულიდან ასე რომ ვიტყოთ რომ გოგო. აი, ამ ცხოვრებიდან. აქ ახლა მაჩვენებენ, რომ ეხლა გააქვთ თქვენ პაუზა, ვისთვის იქნება პაუზა. პაუზა არის და ახლა ბიჭი მერყეობს შეიძლება. ნახოთ ახლა რაღაცა. ნახოთ, შევხედოთ პირველი ბიჭები უნდა განვიხილოთ ჩვენ. ანუ ესე იგი, რას გრძნობს ახლა ის შენს მიმართ? რას გრძნობს და იცით როგორ არის? ანუ პრინციპში აქ არის მთვარის არკანი რა. რას გრძნობა რა არის? ამ შემთხვევაში ვეტყოდი, რომ ადამიანი უბრალოდ არის აი დღე და ღამე რომ შენზე ფიქრობს რა. აი ფიქრები აქ უფრო არის. გრძნობა როგორი არის კიდე იცით? აი მიზიდავს. შეიძლება აი თვითონაც ვერ ხსნის რა გრძნობა აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ როცა მთვარე არის რა, თითქოს აი მიზიდავს, მაინტერესებს რა ხდება მის ცხოვრებაში. ანუ რას აკეთებს, ანუ დაუშვათ ახლა რითი არის დაკავებული, მელოდება არ მელოდება. ვჭირდები არ ვჭირდები, ანუ თან ახლა შეიძლება უფრო საღამო ხანებში ფიქრობს. ნახოთ აბა ახლა კიდე რას გრძნობს ეს. აი აქ უფრო მაჩვენებს ხო გეუბნებით, ეს ადამიანი დღე და ღამე და შემიძლია ფიქრობს თქვენზე. არის რაღაცნაირად აი თქვენ გრძნობაზე ვეკითხები და უფრო მეუბნება რომ მიზიდავს. ანუ აი თან კიდე მაჩვენებს რომ აი საღამოს საათებში სულ მაგაზე ვფიქრობ, ვერ ვაგდებ ამაზე ჩემს თქვათ ფიქრს. შეიძლება თქვენ თუ დაუშვათ გქონდათ ახლო ურთიერთობა, აი ესეც იზიდავს რა თქვათ, ანუ აი სექსუალური ურთიერთობა თუ გქონდათ, ხო? აქ ფიქრი არის რა, რომ აი არ ვიცი, რაღაც სხვანაირი ხალი არის ეგა რა, რაღაც არ ამქვეყნიერი ხალი არის რა, რაღაცნაირად აი უცნაური მომდის, ნახეთ, უცნაური ხალი არის რაღაცნაირად რა. და თითქოს როგორი მომენტი, იცით? ანუ ასეთი ქალებისგან არ მიდიან, ასეთ ქალებთან არ მიდიან, ანუ პირიქით მიდიან ასეთ ქალებთან რა, რომ იტყვიან რა. იმიტომ რომ თითქოს რას გრძნობს? მაგისტრის ძალიან რთულია ახსნა საერთოდ თავისი გრძნობის. აქ უბრალოდ ან სხვა დონეზე უკვე ადამიანი არის ასული, ნახეთ, აქ არ არის ეს გრძნობა, როცა დაუშვათ აი პროსტა მიყვარს და მინდა და ანუ სურვილი მაქვს და რაღაც არა. აქ რაღაცა სხვა დონეზე აქვს ამას აყვანილი ეს გრძნობა. ანუ როცა სულ გეფიქრება, არ იცი რატომ ეფიქრება, ანუ სულ
ღამეა თუ დღე არის თუ რაღაცა სულ, იმიტომ რომ ძალიან რთულად ვგრძნობ მის გარეშე. ეხლა ნახეთ რა ხდება პენტაკლების დედოფალი, აი არსებობენ ქალები, რომელიც აი რო იტყვიან ხოლმე, ანუ ეს უფრო იმპერატრიცაზე არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც ახლა პრინციპში პენტაკლების ქალიც ეგეთია. ანუ ვისაც შეუძლია ისეთი მართვა კაცის, რო თქვა რაღაცას, აი ხო იძახენ რომ ყველა წარმატებული კაცის უკან დგას წარმატებული, ანუ ქალი დგას რა, ბრძენი ქალი. აი აქ არის ეგეთი ქალი, რომელმაც ახლა ბევრი რამ გამოიარა ამ ცხოვრებაში, ბევრი გამოცდილება აქვს ამ ქალს რა. და თვითონაც ახლა მაგ ქალისგან მე მიჭირს რა, იმიტომ რომ ამას შეუძლია კი აი ჩემი ცხოვრება შეცვალა მაგ ადამიანმა რა. ანუ თითქოს აი даже რას ამბობს იცი რომ თუ წასულია თქვენგან ეს ადამიანი ხო ანუ უნდა რომ კიდე ისევ გააკეთოს ნაბიჯი თქვენს მაგრამ არ იცის როგორ რანაირად გაიგეთ აი რაღაც ეგეთი მომენტი არის რა იმიტომ რომ თქვენს გარეშე უჭირს ამ ადამიანს აი კიდე ხო სულ აი ღამე ხო ეს ადამიანი რომ დაწვება აი სულ ამაზე ფიქრობს რა, აი სულ და აი ამაზე მეთქი თქვენზე ფიქრობს სულ რა. და აი ზუსტად თითქოს აი ჩემი ვარსკვლავია, ჩემი აი აქ სხვანაირად შეიძლება ადამიანი თვითონაც არის, აი არაორდინალური, არასტანდარტული თქვათ, ხო? ანუ აქ არ შემოიფარგლება იმით, რომ თქვათ ვნებებით და რაღაცებით და ანუ სხვა დონის გრძნობები არის. აქ სულ მაღალი არკანები და თან ახლა გრძნობს, რომ თქვენ სხვანაირი ხართ, არა მიწიერი რაღაცა. აი ეგეთი ისა მომდეს აქ რა ინფორმაცია. რა აჩერებს თქვენს გვერდით, რა აჩერებს, მაგრამ აი თქვენი თვითქმარობა აჩერებს რა, თქვენ ხართ როგორი ქალი, იცით, ზრდასრული, თქვენ თვითონ თქვენი თავის შექმენი, თქვენ თვითონ კიდე შეიძლება აქ რა აჩერებს და ანუ ის რომ თქვენ ნამდვილად იცით აი გაზრდილი ხართ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, გამოცდილი, გაზრდილი, იცით რა გინდათ ამ ცხოვრებაში, ხო? ანუ თან, მაგრამ სიყვარულიც იცით რაღაცნაირად, აი იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ გამოვლილი ამ ცხოვრებაში, თქვენი თავი, თქვენ თვითონ შექმნილი, აი მაგალითი ხართ, ხა? გაიგეთ რა ხდება. ამავე დროს პატარა გოგოსავით ხართ, აი იცით რაღაცა სიყვარულიც, აი უფრო წმინდა, უფრო სუფთა რაღაც სიყვარული იცით თქვენ? კი ბატონო. ანუ ქალი, რომელთანაც გინდა მისვლა. მიხვდით? ანუ ხო არის თქვა, აი კაი, ხა შორს წავალ. ანუ ქალი, რომელთანაც აი რომელიც გიზიდავს, რომელთანაც აი სული, ჩემი სული მიისწრაფება, რაც არ უნდა იყოს რა. ეს არის ძალიან გემრიელი ენერგია, როცა ქალი არ ელოდება კაცისგან, რომ ეხლა ის მოვა ჩემს პრობლემებს გადამიწყვიტავს, ეს მოვა და ეხლა იმას იზავს, ამას იზავს, როცა ქალი თვითონ არის ისეთი, რომ რაც უნდა ყველაფერი შეუძლია, უბრალოდ უნდა სიყვარული რა. მეტი არაფერი და აი აქ ნუ ნამდვილი მაგრამ ახლა აქ არ არის სისტემა რომ თქვა ახლა მე თვითონ ყველაფერს გიყვიდე და მე თვითონ ყველაფერს მოგიტანო ოღონდ გიყვარდე არა უბრალოდ აი ესეთი რაღაც გემრიელი ენერგია გაქვს სუფთა სიყვარული და აი ეს ყველაფერი ამას იზიდავს და უნდა რომ ეგეთ ისეთი ქალია რომელთანაც გინდა მისვლა ნუ ვეკითხები რისთვის რა აი იცის რომ რატო კიდე იცით მაგრამ იცის ანუ თქვენ როგორი ადამიანი ხართ თქვენ იცით რა გინდა თქვენ აი ესეთი ხართ რა ჩამოყალიბებული ხართ რა და კიდე რატო არის ეგ ენერგია ვეკითხები რომ ანუ მე ვიცი რომ რამდენადაც არ უნდა იყოს გაბრაზებული ჩემზე მაინც მელოდება და მაინც ანუ კი არის შეიძლება თავისი საქმეებით ესე რა ქვია ეხლა დაკავებული კი თან ესეთი ქალი ხართ რომელსაც შეუძლია დახმარება უჭკვიანესი ხარ და შეგიძლიათ რაღაცა თქვათ ადამიანს რჩევაც მისცეთ თქვათ ხო შეიძლება თან აი რატომღაც ვფიქრობ რომ ელოდება რა აი მელოდება მე ეს ქალი და იმიტომ კიდე აი დავუშვათ მე
იმიტომ მაშინ რაც როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, რომ მე ვიცი რომ ყოველთვის ეს მელოდება, იმიტომ რომ მაგრამ მელოდება როგორ ისე კი არა რომ ის ბანჯარასთან და მიყურებს, არა. თავისი საქმეებით არის გადართული, აი არაწუხებს, ნახეთ, ზოგი ხო არის ესეთი რომ თქვათ ახლა სადა ხარ, რატო არ ამწერ, რატო მაიგნორებ, რატო ისა, რატო ეს ხალი არა, ეს არის ანუ იმდენად თავისი თავი უყვარს ამ ხალს, რომ იმის მიუხედავად რომ იცის მაგან რომ ნუ ვუყვარ ვარ, მაგრამ არ მაწუხებს ნერვი, აი არ არის ეგ იცის თავისი ფასე მაგან და ამიტომ ზის და არის თავის საქმეებზე გადართული და აი ჩუმად ასე რომ თქვა და მომივიდა ხო, ჩუმად მელოდება. სანამდე მეც გავივლით ჩემს რაღაც მომენტებს რა, ეგეთი ნუ იმიტომ რომ ეგრევე ცხრიანი პენტაკლების რა, ნუ ხალი რომელმაც ახლა ნამდვილად იცის როგორ უნდა მოიქცეს რა. უნდა თუ არა მაგას სინამდვილეში თქვენი გაშვება, ნუ რასად უნდა ახლა, ვის უნდა იმპერატრიცის გაშვება, ვის უნდა მითხარით ოღონდაც რა და ნასიწელი რას ყვა უნდა არა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ხალი, რომელიც მას აძლევს ყველაფერს, რაც მაგას უნდა, ხალი, იდეალური ხალი ხართ რა. იმიტომაც ეს გრძნობების, იმიტომ რომ ვერ ხსნის, თქვენ ვერ ახსნის რა ხართ რა. იმიტომ რომ გრძნობაზე შეიძლება დღე და ღამე იმაზე ფიქრობ, вообще ეს ვინ არის საერთოდ რა. ეს ვინ არის? ეს ხალი, რომელიც სულ მიზიდავს, ეს ხალი, რომელიც აი სულ მინდა მასთან მივიდე, მაგრამ აი ვერ გამოგიცნოთ, ვერ ამოგიცნოთ რა, ანუ ვერ ხვდება вообще საერთოდ ვინ ახარ, უცხოპლანეტელია, აი უეჭველეო რა ეს ხალი. აი ეგეთი რამე რა. და რა უშლის ხელს, მაგას ეს ნაბიჯი გააკეთოს, ნუ აი რაღაცა რა ვიცი, რა უშლის ხელს. რა უშლის ხელს და ნუ შეიძლება რაღაცა ეხლა რა უშლის ხელს? თუ სამკუთხედია გოგოებო, მაშინ კი ეს უშლის ხელს დაუშვათ და მაგიტომ რომ ეხლა რასაც ამბობს ის გამთავისუფლდები და მოვალ. შეიძლება თქვათ ეხლა კი, იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგისთვის იყოს სამკუთხედი და იმიტომ ვერ მივდივარ მაგასთან დაუშვოთ, ხო? მაგრამ შეიძლება რაღაცა საქმეები შეიძლება გქონდეს აქ ადამიანს, რომელიც უნდა დაამთავროს მაგან, მიხვდეთ? რაღაცა საქმეები აქვს ამას და კი, და ეს უშლის ხელს, რომ ანუ შეიძლება даже კიდე როგორი მომენტი იყოს. ანუ რა მივცე მაგას, მე არაფერი არ მაქვს, ან დაუშვოთ ახლა რა უშლის ხელს, რომ ვერ მივცე მაგას იმას, რასაც ჩემგან ელოდება ეს ხალი, ვერ ვაძლევ, თქვა, ანუ ურთიერთობაში არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი რა მივცე ამ გოგოს და ამიტომ აქ არის, ნუ თვითონ ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, აბსოლუტურად ძალიან ნერვიულობს რა. იმიტომ რომ კი, გრძნობა არის, მაგრამ აი რომც მივწერო რა უთხრა, რამდენიმეჯერ მაგას ახლა გქონდა მცდელობა რომ თქვენ მოგწეროს, შეიძლება იღებს თქვა რაღაცას და მივწერო, მაგრამ ვერა რა, არ ვიცი რა უთხრაო რა. არ ვიცი, მაგრამ გრძნობა აქ ძალიან დიდი და ნუ შეიძლება აქ მაღალი ძალები დაეხმარებიან მაგას და ნამდვილად რამდენად ანუ აქ როგორი მომენტი არის, არჩევანს გააკეთებინებენ ამას მაღალი ძალები, თითქოს რაღაცნაირად აი მოხდება, აქ რაღაცა უნდა მოგწეროს ეს ადამიანმა, შეიძლება ჩუმად გითვალთვალებს სიტყვაზე ეს ადამიანი, მარტო შემიძლია თქვა აქ შეიცვლება სიტუაცია, შეიძლება თქვენ სურათებს ნახავს ჩუმად ვიღაცის, სხვათა შორის შეიძლება სხვის აკაუნტიდანაც შეიძლება თქვენ გიყუროს. ნუ აქ ყველა ვარიანტში რაღაცა ისეთი მოხდება, რომ მაღალი ძალები თვითონ ამას აიძულებენ, რომ თქვათ მან შეცვალოს მიდგომა და გარჩევანი გააკეთოს და დააწერინონ რაღაცა ისეთ თქვათ წერილს თქვენთან, რომ ნამდვილად თქვენ თვითონ ანუ გაგეხარდება და ეს სიტუაცია მერე კი, აქ რაღაცა ამას შეიყვანებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ რა გითხრათ, მაგრამ აი სამსახურის თემები კიდე აქ არის რაღაცა ნერვიულობს ეს ადამიანი, უზომოდ გული აქ ნატკენი, რომ ფულის თემა აქვს, სამსახურის თემა რაღაცა უნდა შეცვალოს სხვათა შორის და აი მაგიტომ მერყეობს, კი. რომ კიდე არ მინდა შეიძლება თქვენ უსიამოვნო საუბარიც გქონდათ უკვე, აი მე როცა ვიქნები
და სამსახურს რო ვიპოვე და უფრო მოვძლიერდები, აი მაშინ უკვე მივწერ მე მაგას, მაშინ გავაკეთებ ნაბიჯს და მაშინ მივალ მასთან. ნუ ნახოთ გაგიშვებს თუ არა ეს ახლოს მომავალში. არა, გაგიშვებს არა. ამ გაშვებას მე ვერ ვხედავ. პირიქით, даже ეს გამოჩნდება, იმიტომ რომ მაგაზე ფიქრობს, ეხლა როგორ უფრო კარგად რა გავაკეთო იმისათვის, რომ მე აქ გამოვჩდი. კი, იმიტომ რომ ამას უნდა შეიძლება თავის დაბადების დღე, თქვენი დაბადების დღე რაღაცა თქვა, ნუ რაღაცა სიამოვნო სიტუაცია უნდა იყოს და შეიძლება პირიქით ამ დროს გამოჩდეს. ნუ აი ესეთი რაღაცა არის, იმიტომ რომ აქ ნაკლებობას გრძნობს უთქვენოდ ძალიან დიდ ნაკლებობას, ძალიან დიდი განცდები არის და აქვს, მაგრამ უბრალოდ არ იცის როგორ შეიძლება თქვენზე ნაწყენიც იყოს რაღაცაზე, მაგრამ ფიქრობს როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. კი, უნდა გამოჩდეს პრინციპში, იმიტომ რომ თქვენ ახლა ნუ იმპერატრიცად დააჩვენა თქვენი თავი ბოლოს და ხალი ვარსკვლავი, ხალი მთვარე, ხალი რა ვიცი მე, ყველანაირად თქვენ იზიდავთ ამ ადამიანს რა, ყველანაირად თქვენი ენერგიით. ნუ მოდით ახლა უცბად ბიჭებიც ვნახოთ. აქ კი ვაკეთებ, ვითომ მოკლე გაშლებს ხო? ვითომ. მოდით გოგო რას გრძნობს ეხლა? რას გრძნობს გოგო ეხლა? ნუ გოგო რას გრძნობს? გოგო შეიძლება სხვათა შორის უკვე ეხლა ნახეთ, ბიჭი რაღაცებს ფიქრობ, მაგათ ჩუმად ზის, ხო? გოგო ზის უკვე პრინციპში მე არ გამიკვირდება, რომ ვიღაცა, თქვა, даже ფიქრობს უკვე всё, ხო არ დასრულდა და ახალი ურთიერთობაზეც ხო არ ვიფიქრო რა, იმიტომ რომ აი თითქოს რამდენი ხანი უნდა ველოდო, რამდენი ხანი უნდა რამე ქმედება მისგან, თქვათ, ეხლა ძალიან როგორ ხართ, იცით, აი რამდენადაც არ უნდა იყოს თქვენთვის ეს რთული ეს სიტუაცია, ხო? რამდენადაც არ უნდა იყოს მტკივნეული, თქვენ ხართ როგორ, იცით, აი კი იხსენებთ რაღაც მომენტებს, მაგრამ აქ უკვე აი წყაბზე ხართ, რომ იტყვიან და всё დაასრულებთ რა. აი ეგეთი ენერგია გოგოს რა. რას გრძნობთ თქვენ? რას გრძნობთ და დასასრულს გრძნობთ? ხო, კარგი, რა აჩერებს? აი რა აჩერებს და იცით რა აჩერებს კიდე ნახავთ, აქ სულათიანები წამოვიდა. აქ გაქვთ როგორი პერიოდი გოგოებო, ბიჭებო, თქვენთვის საყურადღებოთ, რადგან ახლა ეს მიმოხილვას ვაკეთებ თქვენთვის მოკლეს. აქ არის გოგო, რომელმაც უკვე პრინციპში რა, როგორ გრძნობს შენს მიმართ, უკვე ისე გრძნობს, რომ მართლა აი გეუბნებით. ამას აჩერებს უბრალოდ თქვენი წარსული კიდე, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ აქ გაგდარებული გაქვთ არაერთი დღე და რაღაცა მოგონებები რა. აი ეს აჩერებს მაგას. თუ თქვენ ცოლ-ქმარი ხართ სიტყვაზე, ხო? მაშინ აი ოჯახი კიდე, შვილები შეიძლება აჩერებდეს კიდე რა. თორე თვითონ არის წყაბზე რა. ან მოგონებები, რომელიც გქონდა თქვენ, ანუ რაღაცა პერიოდი ხო იყო თქვენ ერთად გამოიარეთ. აი ეს პერიოდი კიდე რაღაცას, ანუ აქ არის აი პატარა წყაბზე არის გოგო, აი პატარა, სულ ცოტა დარჩი რა. და გინდა თუ არა სინამდვილეში მაგისი გაშვება, თქვენ გინდათ როგორ? პრინციპში აი ეს წყაბი, ნახეთ რაც თქვი რომ 10-იანი არის. ხმალების და აგერ არის უკვე ტუზი. შეიძლება მომენტ უკვე როგორ ხართ, იცით, ანუ მიენდეთ ბედს და ხა თუ გამოჩდება სალაპარაკოთ კი თუ არა და უკვე ნამდვილად შეიძლება თქვენ даже ეტყვით რომ კი, всё, მორჩა რა, იმიტომ რომ აი აქ ძალიან ნუ 10-იანი პენტაკლების რა არის ხა ხმალების ეს უკვე ისეთი მდგომარეობა რომ აი რა всё, მორჩა რაღაცა, აი თქვა რა უშლის კიდე ხელს ნახოთ, რა უშლის ხელს და შეიძლება როგორ, მაინც ნუ რაღაცა მოლოდინი კიდე ხო გითხარით, არის მოლოდინი, რა უშლის ხელს და ელოდება მაინც, აი ეს აქ დარჩა ერთი 10% სუმცირე გოგოს მოთმინებას რა და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ თუ რამეა და თუ არ გამოჩნდება ეს ბიჭი დროზე უკვე აქ ნამდვილად, ნუ არ დამელაპარაკება და რაღაცას არ მეტყვის, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ დაუშვათ და даже არ გამოვრიცხავ, რომ აქ ვინმე რომ გამოჩნდეს, სხვა უკვე გადაერთობა ეს გოგო, მიიღებს, თქვათ, ეხლა თავყვანს სხვა ადამიანისგან და
გაუშვებ თუ არა, აი გეუბნები ბიჭებო, აქ როგორი თემა არის, იმის მიუხედავად რომ გოგოს თქვენ ახლა უყვარხართ, გაგიშვებს. აი თუ თქვენ არ გამოჩდით, თუ თქვენ არ დაელაპარაკეთ, ახლა არ დაიწყოთ რომ ხა თუ არ უნდა და ნუ უნდა და უნდა და წავიდეს ეს რა თქმა უნდა ის კი წავა და ბედნიერათაც იქნება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ესეთი გოგო არის რომ ნამდვილად ახლა იმპერატრიცას შენ ხედავდა ახლა რატომაც არა ბიჭებისთვის მოდე რჩება. ნუ აქ არის როგორი რა რჩება, იცი რომ შენ ახლა რაც უფრო იჯდები და არ იმოქმედებ, აი მით უფრო წაგებული იქნები ყველა ვარიანტში. რაღაცა პატარა შანსი გაქვს შენ იმისთვის, რომ თუ გინდა იყო ბედნიერი, საკმარისია უკვე აქ ფიქრები და რაღაცები, უკვე უნდა მიხვედი და უნდა დაელაპარაკო, ხო? იმიტომ რომ აქ ძალიან შენ თვითონ გული ატკინე ამ გოგოს, შენ თვითონ გააკეთე ყველაფერი ეს სიტუაცია შექმენი იმ დონეზე, რომ გოგოს აღარ უნდა შენთან აკვ არც საუბრები და არაფერი. ეხლა რა დაგჭა რომ აი მოიქცე როგორც ნამდვილი მამაკაცი, პირველი გამოჩნდა და დაელაპარაკო და აუხსნა. გაგ ერთი აი даже 10%-იც არა, 1% მგონი დაგჭა იმისთვის რომ ბედნიერი იყო, იმიტომ რომ უკვე აიგერ არის ბაშნია, ანუ ბაშნი მეთქი კოშკი და თუ გინდა რომ ეს კოშკი დასრულდეს, ნამდვილად ხო, უნდა უკვე იმოქმედო, რაღაცა უნდა გააკეთო, ყველა ვარიანტი, ან ძალიან ჩქარა, რომ თუ არ გინდა რომ დაკარგო ეს ადამიანი, თუ არ გინდა დაკარგო, უნდა გამოჩდე. უნდა გამოჩდეთ, რომ უკვე დამთავრდება აქ ყველაფერი და ეს ურთიერთობა კიდე შეგიძლია შეინარჩუნო, თორემ მერე, იმიტომ რომ აქ არის როგორ იცით, ახლა აქ უკვე უნდა იჩქაროს, უკვე უნდა წავიდეს თავისი, ანუ სული ხო გეძახეს, წადი უკვე, ხო? თორემ ძალიან გაგერთულდება აი ძალიან გაგერთულდება რა და მე ინანებ რომ არაფერი გავაკეთე ჩემი სიყვარულისთვის, არაფერი არ ვიმოქმედე, აი ამაზე ინანებს ძალიან ბიჭებს, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ასეთი ხალი, როგორც აი ეს არის თქვენ ცხოვრებაში, უკვე აი გამიკვირდება, არ შეხვდებათ ნამდვილად რა. არ შეხვდება, რომელიც იტანდა ყველანაირად შენს აქ სიცივეს და ყველაფერს აბსოლუტურად, როგორც აი ნახე, რამდენი გულის ტკენა არის აქ, რამდენი და შენი სიჩუმეები და რაღაცები და უმოქმედება. ამიტომ, ნუ პრინციპში გეუბნებით რა, არ იმოქმედებ და კარგა, იმოქმედებ და ურთიერთობა აღდგება. იმოქმედო უნდა, всё, უნდა არჩევანი გაქვს. თუ ეს სიყვარული გინდა, თუ არა და ნუ რა თქმა უნდა არჩევანი შენზეა.